რომ ეს არის ავტორიტარიზმი და ავტორიტარიზმის ბუნება ზუსტად ესეთია, რომ ჩაკეტოს ყველაფერი, ჩაკეტოს ყველა დემოკრატიული გზა და საზოგადოება დატოვოს სიბნელეში. ეს არის მიზანი ავტორიტარიზმის, იმიტომ რომ ავტორიტარიზმი ვერ შედგება თუ ყველაფერი იქნება ღია დამჭირვალე და ადამიანებს ექნებათ წვდომა იმაზე, როგორ მუშაობს მთავრობა, როგორ მუშაობს მართლმსაჯულება, როგორ მუშაობს პარლამენტი. თუ ეს იქნება ღია, რა თქმა უნდა, მაშინ საზოგადოება ვერ იქნება ავტორიტარიზმის პირობებში და ჩვენ ვაკვირდებით, რომ მთავრობა ჩაკეტა, მთავრობის ხდომაზე რამდენი ხანია თქვენ ვერ შესულხარ და ვერ გადაგიღიათ, ხო? უწინ მთავრობის ხდომა იყო ღია, შემდგომ მთავრობის წევრებს წერდით ლიფტთან, ხო, გამოსასვლელთან, მე იმასაც ვეღარ აკეთებ, იმიტომ რომ ეს უნდა ჩაიკეტოს, პარლამენტი ჩაიკეტა ყველა ჯგუფის, სხვადასხვა ჯგუფისთვის სხვადასხვანაირად და ბოლოს დავინახეთ, რომ მაგალითად გარდა 2-3 კამერისა, საერთოდ მედიისთვის ჩაიკეტა პრემიერ-მინისტრის მოხსენებაც, ხო, პარლამენტში. რატომ გააკეთეს ეს? იმიტომ რომ მოქალაქეებმა არ მიიღონ ინფორმაცია, მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ცდომა იმაზე, თუ რას უპირებს აი ეს პოლიტიკური კლასი და პირადად ბიძინა ივანიშვილი ამ საზოგადოებას. მართლმსაჯულების ჩაკეტვა არის ამის კლასიკური ნიმუში, ხომ? ახლა ვისაც ხელი გაექცა ავტორიტარიზმისკენ საქართველოში, ყველამ სასამართლოს ჩაკეტვით დაიწყო, ხო? შევარდნაძის სასამართლოს ჩაკეტილი იყო. სააკაშვილმაც გადაწყვიტა იგივე 2006 წელს და ახლა ქართული ოცნება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლო უნდა ჩაკეტოს, იმიტომ რომ მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს ღია, იმიტომ რომ იქ ის გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს კლანმა, რომელიც არ არის მხოლოდ კონკრეტული ჟავრდებულისთვის მნიშვნელოვანი ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ახლა სინდისის პატიმრების მიმართ იხებს. კი, და ამ ფაზაშია ხო ზუსტად გადაწყვეტილებების ფაზაშია ეს ძალიან ხმაურიანი საქმეები. და ამიტომ არის საჭირო, რომ აი ეს ბოლოს სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამენ იქ ადვოკატები, თავად ჟავრდებულები და გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს კლანის მოსამართლეები, აუცილებლად იქნება რთულად საყურებელი საზოგადოებისთვის და საზოგადოებას ამაზე ექნება რეაქცია, ამიტომ პასუხი მთავრობის არის ის, რომ უნდა ჩაკეტოს და ეს არ არის მე ასე მგონია, რომ ეს არ არის მხოლოდ ირაკლი ყობახიძის გადაწყვეტილება, ან რომელიმე მინისტრის, ან რომელიმე ქართული ოცნების რომელიმე დეპუტატის. ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. ზუსტად ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვათ, აი რასაც შევეხეთ, ეს ყველა ბევრი კავშირი არის ერთმანეთთან, ხო? ეს ყველაფერი ასევე აღწერს იმ ვითარებას, რომელიც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არის ქვეყანაში. დღეს არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის თქვენ სამოქალაქო სექტორიდან საუბრობდით იმის შესახებ, რომ კიდევ ერთხელ ამბობთ, რომ არაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და არაპირებთ მოქალაქეების ნდობის ღალატს. რა არის ამის საფასური, თქვათ, რის გადახდასაც უპირებს ხელისუფლება თითოეულ თქვენგანს ასეთ შემთხვევაში, თქვენ ასევე დაგეწიათ სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა თქვენი საჩივარი. როდესაც საუბრობთ, რომ პუტინის რუსეთს იმეორებს ივანიშვილი საქართველოში, აქ გულისხმობთ იმას, რომ იქნება ძალიან ძლიერი რეპრესიები სამოქალაქო სექტორის მიმართ, მედიას ორგანიზაციების მიმართ, აკადემიური სექტორის მიმართ. ეს არის შორსმიმავალი გეგმა, ეს არ არის კონკრეტულად ერთი ორგანიზაციის, რომელიმე წარმომადგენლის მიმართ რეპრესიები, ეს არის მასობრივი რა ქვია, ერთად თავმოყრილი რეპრესიული მექანიზმები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აქ რუსეთის კონკრეტული დამკვეთების დავალებით ასრულებს, იმიტომ რომ სწორედ ასეთი არადემოკრატიული, ჩამორჩენილი და ავტორიტარული საქართველოს შესთავაზოს ლანგარზე მას რუსეთს, იმიტომ რომ მხოლოდ ასეთი საქართველოს გადაყლაპვა, ასეთი საქართველოს განადგურება გაუადვილდება რუსეთს, იმიტომ რომ დემოკრატიულ საქართველოს ის ვერ მოერევა, დემოკრატიულ საქართველოს ძალიან ბევრი პარტნიორი, ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ძალიან ბევრი მეგობარი ყავს სამყაროში და ამიტომაც ასეთი საქართველოს დაძლევა ძალიან რთული იქნებოდა რუსეთისთვის და ამიტომ მარტივად ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს აქ დემოკრატიულ ფორმატს და ქმნის ავტორიტარულ საქართველოს, რომელიც ძალიან ადვილად
შესასანსლი იქნება და მეტიც მოდები დავიწყოთ, ასეთ საქართველოს ბევრი ვერავინ გამოისარჩილება. ახლა ქართულ საზოგადოებას დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოება უცხადებს სოლიდარობას, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ დემოკრატიისთვის ვიფიქრეთ ყველანი. ყველა ის მოქალაქე, ვინც გამოდის და პროტესტს გამოთქვამს, არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორია ასეთი, ხო? არა მხოლოდ კონკრეტული მედია საშუალებაა, მაგალითად თქვენი მედია საშუალება, ხო? არამედ ძალიან ბევრი მოქალაქე გამოდის ქუჩაშიც აპროტესტებს, სხვადასხვა აუდიტორიაში, სხვადასხვა სივრცეში აპროტესტებს ავტორიტარიზმს და იბრძვის დემოკრატიისთვის. სწორედ ამ ადამიანების პარტნიორად აღიქვამს თავს ჩვენი დემოკრატიული დასავლელი მეგობრები, მაგრამ თუ მთლიანობაში ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და მოერია აი ამ დემოკრატიულ პათოს ჩვენი საზოგადოების, მაშინ რა თქმა უნდა ასეთი სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველას გაუჭირდება და პუტინს ძალიან გაუადვილდება ასეთი საქართველოს დაჩაგვრა, ასეთი საქართველოს განადგურება და მიერთება. ამიტომაც დღეს ეს კონკრეტული ამოცანა დგას ჩვენს წინაშე, არა ჩვენ არ ვსაუბრობთ მარტო იმაზე, რომ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით სააპელაციო მოსამართლის, ან პლანური სასამართლო სისტემის ერთ-ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება კი არ არის პრობლემური. თავისთავად პრობლემურია ის, როგორ საერთო დიდ სურათში, როგორ შეიძლება ჩვენ დავინახოთ ეს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილებები რომელიმე ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას კი არ დააზარალებს მთლიანად დემოკრატიულ ქვეყანაში. ამიტომ არის ეს პრობლემური და ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ვითარდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორი, ვითარდება მედია ორგანიზაციები, ხო? ჩვენი მთავარი პარტნიორი ვინ არის? ჩვენი მოქალაქეები. კი ბატონო. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რა პროდუქტსაც ვქმნით, გნებავთ თქვენ. ანუ არა აქვს ამას მნიშვნელობა, ჩვენი აუდიტორია არის ჩვენი მოქალაქე და ნებისმიერი თვალსაზრისით ჩვენ თუ წავალთ აი ამ რუსული კანონების აღსრულების გზით, ჩვენ პრაქტიკულად ამ მოქალაქეებს უღალატებთ, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც დემოკრატიული განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპირველესი. კი ბატონო, მადლობა ზვიად, აი პირველ ნაწილზე რაზეც ვლაპარაკობდით მედის, აი ბოლოს მინდა ვთქვა, იქაც მინდოდა აღმენიშნა, რომ მე მგონი ძალიან დიდი მადლიერების გამოხატვას იმსახურებს თითოეული ჟურნალისტი, მედიის სხვადასხვა არაერთი წარმომადგენელი, რომელიც აი ამ პერიოდის განმავლობაში იგივე ამ ხმაურიან საქმეებთან მიმართებით, აი ფასდაუდებელ შრომას ეწეოდა ადგილზე, ჩვენ ხედავდით რა ხდებოდა დერეფნებში და ეხლა ეს ადამიანები უბრალოდ გადაიყვანეს ჭიშკართან, ხო? აი ძალიან მარტივია აქედან დასკვნის გაკეთება და მე ვფიქრობ, რომ გამოჩნდება გზები, რითიც ჩვენ აუცილებლად გავიგებთ ზედმიწევნით რა ხდება აი ამ სასამართლო დარბაზებში მიმდინარე საქმეებზე. ის რომ როდესაც ჟურნალის უკეტავ გზას სასამართლოში, ან ნებისმიერ საჯარო უწყებაში, რომ იქიდან ინფორმაცია გამოიტანოს და დროულად მიაწოდოს მოქალაქეს, ამით შენ ეუბნები მოქალაქეს, რომ არ მაინტერესებს შენ ამდენად ინფორმირებული იქნები. დღეს ქართული ოცნება უკრავს სწორედ საქართველოს მოქალაქეს. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ებრძვის ქართული ოცნება, ამით მოქალაქეებს, რომლებიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ინფორმაციასაც იღებენ, კვლევებსაც იღებენ, ექსპერტიზასაც იღებენ და პლუს მათ დახმარებას, მათ სერვისებს იღებენ, უბრალოდ ეუბნები შენ ამ მოქალაქეებს, რომ მე არ მაინტერესებს შენი დაცულობა, სწორედაც არასამთავრობო სექტორი უნდა მოაშორო მოქალაქეს, მედია უნდა მოაშორო, დატოვო მარტო და მე ეს მარტო დარჩენილი მოქალაქე ადვილად დაამარცხო. ეს არის ქართული ოცნების მიზანი და ამას აკეთებს ქართული ოცნება და იყენებს სწორედაც იმ ადმინისტრაციულ ბერკეტებს, რომელიც მათ მიტაცებული აქვს, მათ შორის სასამართლოს. დიდი მადლობა ზვიად, დაგემშვიდობებით, ზვიად ქორიძე საუბრობდა ჩვენს ეთერში.